მსმენია რომ ესე იგი რამდენჯერაც გაკაჩავს იმდენჯერ უნდა გაჩერდე და არ მიცე წასვლის საშუალება და გააჩერო. აი წავედით, გაჩერდა, დაგნებდა, წახვედიო, მე რამდენიმე ნაბიჯი გადადგი, გაკაჩა თუ არა იმ წუთშივე გაჩერდი და უთხარი რომ ესეც დაჯდესო. ეგეთი რაღაცა არც მისდია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეგ არა ძველი ხალხური მეთოდი თუ რაღაცა სამწუხაროდ რაღაცეებში ცდებიან. ყველაზე კარგი გაუნდგარი მეთოდი წელანაც ახსენე და პატარ-პატარა მუშაობები დარტყმისისა. თუ თქვა ძაღლი მაინც თავის აზარტებში არის და წინ მიდის, ყველაზე კაი გაუნდგარი არის შემოუტრიალდე და მოპირდაპირე მხარეს წავიდე. თუ თქვა იქითკენ უკანა მხარეს იგივე გაიმეორა. შემოუტრიალდე ანუ სწრაფ-სწრაფად უნდა შეუცვალოთ მიმართულებები რა დროთა განმავლობაში მე ძაღლი ნელა ითვისებს და უკვე იწყებს სტაბილურად ნაკლები გაკაჩუცია. რაღაცა საინტერესოა. ეხლა არ ვიცი ეხლა თეორიულად რამდენად დავხსენი, მაგრამ კი, ძალიან კარგად ახსენი თეორიულად. ნახოთ ეხლა პრაქტიკაში როგორ იმუშავებს. მაქსიმალურად მოგწერეთ მეგობრებო, მოსინჯეს და მოგწერეთ რა იმუშავებს თუ არა ეს მეთოდი. წინა უკან სიარული.